საკუთარი უფლებების აღდგენას ის 2010 წელს დააკავეს 5 თვეში და სასჯელს გდანის ციხეში. ბატონ თამაზ მოგესალმებით. მგონი სწორად მოვყევით ხო? მოკლედ თქვენი ისტორია, თქვენ თამის მიცემას გედავებოდნენ როგორც მახსოვს და შემდეგ უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში თქვენ ითხოვდით ბრალდებული სტატუსის მოხსნას და სხვა უფლებების აღდგენას, თუმცა პრეტენზიები ჰქონდათ ხოლმე იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ახერხებდით ამას ეფექტურად. თუ შეიძლება გითხარით, თქვენი გამოცდილება როგორია, რამდენად წარმატებით ახერხებს ეს ხელისუფლება ძველის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას და უფლებების, დარღვეული უფლებების აღდგენას. ნინო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და თქვენ სტუმრებს სტუდიაში. სტუდიაში არის თქვენთან ჩემი მეგობარი ლევანის მივესალმები ასევე. მე ლევანი მახსოვს გდანის ციხიდან ერთად ვიყავით ჩვენ გდანის ციხეში 2010 წელს და იყო შეუპოვარი ძლიერი პიროვნება და მე იმედი მაქვს რომ ასეთივე არის და ასეთივე იქნება. იქ მე ძალიან კარგად მახსოვს მინდა ლევანის გავახსენო რომ ლაპარაკობდით რომ არავის არ შერჩება აი ეს უსამართლობა და ძალადობა საკუთარ ხალხზე. ჩვენ იქიდან ვიბრძოდით, მანამდე ვიბრძოდით უსამართლობას. შემდეგ ციხეზე რო გამოვიდით, გავაგრძელეთ ბრძოლა და სამწუხაროდ ეხლაც ბრძოლის წინახაზე ვართ. რატო ვამბობ სამწუხაროდ? ის იბრძვით კონკრეტულად მე ვიბრძვი ჩემი დარღვეული უფლებების აღსადგენად. მე დავიბრუნე წართმეული ქონება, მაგრამ ამისთვის დამჭირდა შეუპოვარი ბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. გავიარე ყველა ინსტანცია და ეს ინსტანცია სასამართლო ინსტანციები გავიარე აი ამ ხელისუფლების პერიოდში, ესე იგი პირველ ინსტანცია მოვიგე, გამისაჩივრა ხელისუფლებამ, ესე იგი წარმოვიდგინეთ ნაციონალების დროს ამ ხელისუფლებამ გამისაჩივრა, დიახ. მერე მოვიგე აპელაციაშიც უზენაესი მოვიგე, გამისაჩივრა უზენაესი, კი არ გამისაჩივრა, ესე იგი არაბრუნებდა. რა გითხარით, თქვენ თანხის დაბრუნებას ითხოვდით, თუ რას ითხოვდით კონკრეტულად? მე ყველაფრის დაბრუნებას ვითხოვდი, რაც ამართო, აბსოლუტურად ყველაფრის დაბრუნებას ვითხოვდი, რაც ამართო სააკაშვილის რეჟიმმა. მე თანხა დავიბრუნე, მე გადავედი წარფეულ მანქანებზე და აი სწორედ ამ წარფეულ მანქანებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ტელეარხზე დებატებში უმრავლესობის ლიდერთან ბატონ გია ჟორჟოლიანთან მომივიდა შეკამათება, რომ სახელმწიფომ, რომელმაც ესე იგი ძალით მაჩუქებინა 1 საათში ავტომანქანა პატიმარს სახელმწიფოზე, ხო? ეს მანქანა, კაცო, მე სულელი ვიყავი, ციხეში ვიყავი, 6 მილიონი მქონდა ესე იგი გერავზე შეტანა და პლუს კიდე მანქანა ვაჩუქე. ეს იყო ძალადობის წარფეული მანქანა. და ვიტყოდი მე ამის დაბრუნებას, ის ფული დავიბრუნე ეს 6 მილიონი. რამდენი ხანი დაგჭირდათ მანქანების დაბრუნებისთვის და ვის ბალანსზე იყო ეს მანქანები? ეს მანქანა იყო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო მანქანა. მანქანა ესე იგი, რომელიც მე კიდევ მეორე ძალით მაჩუქებინეს ეკონომიკის სამინისტროზე 2010 წელს. ამ მანქანისთვის ვიბრძოდი, გავიარე ყველა ინსტანცია, პირველ ინსტანცია მოვიგე, შემდეგ აპელაცია მოვიგე, უზენაესი მოვიგე და ყველაზე ესე იგი საწყენი რა იყო, იცით? ინკასოთი მომიწია სახელმწიფოსაგან აი ამ ფულის ამოღება. არ აბრუნებდა მაინც სახელმწიფო, ანუ ეკონომიკის სამინისტრო თანხას, რაც ესე იგი სამივე ინსტანციაში მოუგე სახელმწიფოს. აი ეს არის პოლიტიკური ნება და არის პოლიტიკური ნება კი არა, ჩემო კარგო. ჩვენ არა ვართ ახლა ემასაკში, რომ ზღაპრების გჯეროდეს. ეს ზღაპარი რაც ჭირდებოდა ქართულ ოცნებას იმისათვის, რომ მოსულიყო ხელისუფლების სათავეში, ხო? ამა თავის როლი შეასრულა. ეხლა მოდის ახალი ეტაპი არჩევნების 2016 წელი. აუცილებელი არის, რომ თითოეულმა ადამიანმა იბრძოლოს თავის უფლებების დასაცავად, თორემ აი ესე განმოგდებული საკენკი, ხო, და ეს სატყო არა, ყოველთვის არის ხელისუფლებაში მოსვლისათვის გადაგდებული რაღაცა ფაქტია. ბატონ თამაზ, თქვენი შემთხვევა ხართ, როცა მოხერხდა დაბრუნება წარქმეული ქონების, ხო? დიახ. ანუ რამდენი ხანი დაგჭირდათ, როდის დასრულდა ბოლოს თქვენი საბოლოო? მე დავასრულე 2000, ესე იგი 15 წლის ბოლოს. შეიძლება სამი წელი ესე იგი მომიწია ბრძოლა აისახა. დღეს ესე იგი ვიბრძვი რაღაცა დარჩა კიდე პატარები, რაც სააკაშვილის დროს მე წამართვეს იძულებითი წესით. ვიბრძვი და ამასაც აუცილებლად დავიბრუნე. ბოლომდე სიცოცხლე რო დამიჯდეს, ბოლომდე ჩავყვები და ბოლომდე ესე იგი ვიბრძოლე. ჩვენს ერთ-ერთ სტუმარს აინტერესებს რა დაგიჯდათ ეს ბრძოლა, ანუ ბაჟი, ხარჯები. მე საადვოკატო ხარჯებზე არ გეკითხეთ, უნებრივია სასამართლო ბაჟები. აი სასამართლო მოსაკრებელი თქვენ მოგიწია თუ არა ამ თანხების გადახდა და გადაიხადეთ თუ არა ეს
მაი ამას რატომ ამბობ? იცით, ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ამის გადახდის შესაძლებლობაც არ აქვს და სახელმწიფოს ის მაინც უნდა გაეკეთებინა, რომ ეს კონკრეტული დავები სასამართლო ბაჟისგან გაეთავისუფლებინა. ესეც თქვენეთით ვისარგებლოთ ყველა იმას, ვისაც არ აქვს აი ამ ბაჟის გადახდის საშუალება. პირადად მე გადავუხდი ჩემი ჯიბი და მოვიდნენ ჩემთან. მე დაუდგები გველზე, რატო? იმიტომ რომ უღირსი ადამიანები ღირსეულ სახელმწიფოს ვერ ააშენებენ. ღირსება წართულმა ადამიანმა უნდა ებრძოლოს ღირსების დასაბრუნებლად. მე ყველა მათგანს დაუდგები გველში. მე და ჩემი უდული კომპანია სამართლის სახელმწიფო. ბატონ თამაზ, თქვენ პრინციპში წარმატებით დაასრულეთ თქვენი საქმე და რატომ ხართ ასე განწყობილი ამ პროცესის მიმართ, სკეპტიკურად? ჩვენ კარგო, მე გეტყვით ახლა ლაპარაკი იყო, რომ ძალიან ესე იგი მარტივად ხდებოდა ქონების ართმევა და ძალიან ძნელია ქონების დაბრუნება. გეკითხებით ყველა, საწავიდა ის ართმეული ქონება. ხო სახელმწიფომ აიღო, ხო ზოგი ბიუჯეტში წავიდა, ზოგი დღეს ან ეკონომიკის სამინისტროს ბალანსია, ან სახელმწიფოს საკუთრებაა. რა უდგას წინ ამას ადექი და მიეცით ეს წართმეული ქონება იმ საწყალ ხალხს, იმ ბიზნესმენს, თუმცა ბატონ თამაზ, ყველამ ერთად რომ მოითხოვოს ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნება, შეძლებს ბიუჯეტი ამ თანხების გასტუმრებას, ხომ არ აღმოჩნდება კოლაფსის წინაშე? ერთი შემთხვევა თუ იცით თქვენ, მითხარით, მე ვერ ვიხსენებ, რომ ბრძოლის გარეშე ვიღაცა სახელმწიფომ აიღო და დაუბრუნა წართმეული. ის სახელმწიფო არ იყო 2000 წელს, 2009-ში, 8-ში, რომელიც ზართმევდა უკანონოდ. თუ ის მოძალადეები, ვინც ციხეში გვაწამებდნენ, ბევრი მათგანი ციხეშია დღეს და საჟიოს იხდის, ხო? ის ქონება, რომელიც მე უკანონოდ წამართვა სახელმწიფო. დღეს ხო ჩვენ იგივე სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ხო არ შეცვლილა არც სახელი, არც არაფერი, არც გეოგრაფიული მდებარეობა, ხო? კეთილინებოს ამ სახელმწიფო მე არ მაინტერესებს. რო წამართ ვინმე უკანონოდ, დამიბრუნე ახლა კეთილინები, არ დამიბრუნებ, ბოლომდე ვიბრძოლებ და თუ მომიგე, ხო? მაშინ კი ბატონო წავა სტრასბურგში და სტრასბურგიდან ვიომოთ მე. აუცილებლად უნდა მოიგოს ყველა, ვინც უკანონოდ დაკარგა ქონება. და ბოლოს მინდა კითხოთ, აი იმ სტატისტიკიდან გამომდინარე, რაც ჩვენ სახეზე გვაქვს, თუნდაც თავარი პროკურორის ანგარიში და ის განცხადებები დაბრუნეთ 15 მილიონი ლარის ქონება არისო დაბრუნებული. არ ვიცი თქვენი თანხები შედის თუ არა ამაში, ალბათ შედის. ჩემი 6 მილიონი იყო იქნება. თუ შევიდა ესე იგი, ნუ თქვენი მანქანა ალბათ იმ 51 მანქანაში შედის, რომელიც სახელმწიფო ბატონი თამაზის ნებაყოფლობით, როგორც ვიცი, არაფერი არ დაუბრუნებია. შესაბამისად, ამ თანხებში არ შედის ბატონი თამაზის დაბრუნება. ეს არის ნებაყოფლობით სახელმწიფომ რაც დააბრუნა და ბატონი თამაზმა ბრძოლით წამოიღო ყველაფერი. კი ბატონო, ხელისუფლების ბოლოს კითხვას დაუსვა ბატონ თამაზ და შემდეგ დაუბრუნდეთ სტუდიაში ბატონ თამაზ 4 წელი გავიდა თითქმის ხელისუფლების შეცვლიდან, ან ძველი ხელისუფლების წასვლიდან, მოდი ასე ვიტყვი. და რაც დრო გადის საერთოდ პერსპექტივა უფრო მცირდება ხოლმე, ხო, საქმეების მოგების ასეთ საქმეებზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, არის კიდევ შანსი, რომ სწორად წარიმართოს და თქვა დაზარალებულების გამარჯვებით დასრულდეს სხვადასხვა საქმეები? თუ ეს შანსები უკვე მეტისმეტად ეს შანსები ქართულ ოცნებამ გაუშვა ხელიდან. ძალიან ცუდია, მე ძალიან გული შემტკივა, ძალიან ბევრი მეგობარი არის, ჩემი მეგობარი ქართულ ოცნებაში და მე ყოველთვის ვეუბნებოდი და მე არ ვიცი თუ ადევნებ ჩემი ინტერვიუს თვალს, მე ყოველთვის ვლაპარაკობ სიმართლეს და პირში მიყვას თქმა, მე არა ვარ მტერი ჩემი მეგობრის, ზურგს უკან არ დავუწყებ, ესე იგი მოგდეთ დანიშარტმას. მე ვეუბნები ყველას პირში სათქმეს. ეს 4 წელი საკმარისი იყო იმისათვის, რომ ის დანაპირები, რაც გაცა ქართულმა ოცნებამ, შეესრულებინა. მაგრამ მოაწყდა შანსი არის, რომ მომავალ არანაირი შანსი აღარ აქვს ამას. 4 წელი ქონდათ იმისთვის, რომ გაეკეთებინათ ის, რაც დაპირდნენ ხალხს. ჩემთვის სულ ერთი არის, მოძალადე იქნება ხელისუფლება სააკაშვილის რეჟიმის ესე იგი სახით, თუ მათყუ არა ქართული ოცნების სახით. არანაირ, მე მინდა ნორმალური ხელისუფლება, რომელიც იტყვის და გააკეთებს. დიდი მადლობა ბატონ თამაზ გადაცემაში მონაწილეობისთვის. თამაზ ელიზბარაშვილი ბიზნესმენი იყო ჩვენი სტუმარი. დავუბრუნდებით ძალიან ხანმოკლე რეკლამის შემდეგ და სტუდიაში განვაგრძობთ დისკუსიას.